რესტორან ბაბილოსთან დაკავებულმა დანიელ ბულკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით მან პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტა. ეხლა სამაშველოს აქ ვერავის ვხედავ, არ ვიცი, მოვედი და მიცვალებულები მარტოები გამხდნენ აქ. ბულკაშვილის საზოგადოებამ სოციალური ქსელიდან პირველად რაჭის ტრაგედიის დღეებში გაიცნო. დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად მიპოვნეთ მიცვალებულები, ამოვასწრებთ და ვეძღრებულია ხალხი. ეს კადრები შოუის ტრაგედიის დროს დანიელ ბულკაშვილმა თავად გადაიღო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შოუში მომხდარი უბედურების გამო თბილისიდან წავიდა და მოხალისეც ჩაერთო. სწორედ მისი ძალისხმევით მიხვდა საზოგადოება, რომ ოცნებას არანაირი სურვილი არ ჰქონდა რაჭის სტიქიის გამომწვევ და ადამიანების დაღუპვის რეალურ მიზეზებზე სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინათ. იბრძოდა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთ-უკრაინის ომშიც. გუშინ კი მოსამართლეთა ნადიმი ბელიაშვილის ქუჩაზე გააპროტესტა, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამოდენიმეჯერ ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობს დანიელ ბულკაშვილი. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მუხლები რასაც ედავებიან, მე მათ ვკითხე, რომ რაიმე მოწოდება გაფრთხილება იყო, რომ რაღაცა იმოქმედათ, პოლიციის მხრიდან არ ყოფილა ამის გავსილება. პირდაპირ მოხდა მათი დაკავება მოხდა, როდესაც ფაქტურად დაიმარტო ხელეს. არა ადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი ნუცა მახარაძის დაკავების დროს. მან დაკავების დროს გონება დაკარგა. მიუხედავად ამისა, ის პოლიციამ დაკავების იზოლატორში მაინც გადაიყვანა. ნუცას მეგობარი რესტორან ბაბილოსთან მომხდარის დეტალებს იხსენებს. ამიკო გავიყავით და აი ერთს გეტყვით, რამდენი პოლიციელი დაგვესხა თავს, აი მართლა დაგვესხა თავს, აი პირდაპირ ძალით გამოვიდნენ და რის შედეგადაც მერე ჩვენი მეგობარი ნუცა მახარაძე, რომელიც დააკავეს, შეუძლოდაც კი გახდა, იმიტომ რომ იმ ჭყლეტვაში და ამდენი პოლიციის ჯაჭვურში, რასაც ჭირო იყო საერთოდ ეს გოგოს დასაკავად ამდენი პოლიციელიც გაუგებარია. ნუცას დახმარება იქვე მყოფმა ორმა ახალგაზრდამ სცადა. პოლიციამ ორივე დააკავა. ერთ-ერთი თუმანიშვილისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი გიორგი ჩაჩენიძეა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მასზე დაკავების დროს იძალადეს. გიორგი მიმოუწოდებს მათ, რომ გოგოა და ძალადობა შეწყვიტონ მის წინააღმდეგ და მოკლედ ამ ქმედებისკენ, უკანონო ქმედებისკენ აღმოფხრისკენ მიუთითებს. მაშინ მოხდა გიორგის დაკავებაც, დაკავებისას პოლიციელების მხრიდან მოხდა, ასე ვთქვათ, დაკავებისას გამოყენებული ასე ვთქვათ ფიზიკური ზეწოლა, აღენიშნება მხოლოდ ხელებსა და ყელის მიდამოში, ასევე თმის მიდამოში, იმიტომ რომ თმის ასე ვთქვათ თრევით მოხდა მისი დაკავება და ავტომობილში მოთავსება, შემდეგ იზოლატორში გადაიყვანეს, როგორც თავად ამბობს, გუშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, იმიტომ რომ ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს აუცილებლად საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, პროტესტი არ უნდა შეწყდეს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, იქამდე რეჟიმი ჩამოშლის პირას არის და სწორედ ესეთი მოქალაქეები, როგორებიც გუშინ ბაბილოსთან შეიკრიბნენ, განაპირობებენ იმას, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება და ქვეყანას ეყოლება პატრიოტი, ქართული ხელისუფლება და არა ბიძინა რუსის მმართველობა. ნუცა მახარაძის დაცვასა და კახა ჯაფარიძემაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ასევე დააკავეს და სხვების მსგავსად პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ძალის გამოყენებით აკავებენ ყველას, ვინც აქ დგას და პროტესტს გამოხატავს. სულწასული გოგონა წაიყვანეს და ამასთან დაკავშირებით ქართველი ბიჭების მოწოდება, როგორც ვიცით, არის ის, რომ დაიცვან გოგონები და მოხდა ამ გოგონას გამოსარჩლება, ასე ვთქვათ და ამ დროს როგორც ჩანს, პოლიციელებმა ვერ აიტანეს ეს, რომ აღმოჩნდა ვაჟკაცი ბიჭები. გამოლოდინოთ დამასლის შემდეგ კვლავ აქციაზე გავა. დარწმუნებული ვარ, რომ კი. და რა თქმა უნდა ჩვენს მის გვერდში ვიქნებით მიუხედავად დიდი წრეხისა. მე მას მოვუწოდებ, რომ იყოს მხნედ, ყოჩაღად,
ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს ნამდვილად ევროპულ გზას დაადგება. დაკავებულია რესტორან ბაბილოსთან უსაფუძვლოდ რაიმე მტკიცებულება ან საფუძველი ან გარემოება რომ მან რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა ესეც ადგილი არ ქონია გავესაუბრე მას მქონდა მასთან კომუნიკაცია თავს მხნედ გრძობს აქვს მცირედი დაზიანებები ხელბორკილის და დაკავების მომენტში თუმცა ნაცემი არ არის დაკავებულთა შორის არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ტიტე გედენიძე, შაკო მახარაძე და ბექა პაპაშვილი აქციაზე ერთად მივიდნენ. დაკავების მომენტშიც ერთმანეთის გადარჩენას ცდილობდნენ. მათ წვრილმა ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულების მხარდასაჭერად თბილისისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პოლიციის სამმართველოსთან განცხადება გააკეთეს. მოთხოვნა რჩება უცვლელი რომ პოლიტპატიმრებმა ძალიან მალე დატოვონ საპატიმროები და ამ კლანის მოსამართლეება ძალიან კარგად უნდა იცოდნენ რეჟიმის მსახურებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ რომ როდესაც ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროებს და როდესაც რეჟიმისგან განთავისუფლდება ეს ქვეყანა აუცილებლად ისინი იქნებიან ამ ადამიანების ადგილმონაცვლეების საპატიმროებში. ეს იყო მურუსიძის და ამ დასანქცირებული მოსამართლეების მხრიდან ჩატარებული ერთგვარი გამოცდა სხვა მოსამართლეების მიმართ რომ რამდენად ერთგულები, რამდენად ყმები არიან როგორც მურუსიძის, ისე რამდენად რეზისტენტულები არიან იმ შეურაცხყოფის და სამართლიანი კრიტიკის, რომელიც მათ ხალხისგან თქვენის ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს და დიდი ეჭვი მეპარება, რომ იქ ნადიმის ხალისი ქონოდათ. უბრალოდ ეს იყო ერთგვარი შეკრება, გაერთიანება იმ მიზნით, რომ დარწმუნებულიყვნენ ვინ არის მათ მხარეს. მოსამართლეთა კორპორატიულმა ნადიმმა მოსახლეობის ბრაზი გამოიწვია. სწორედ ამიტომ რესტორან ბაბილოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მალევე ადგილზე გამოჩნდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. სწორედ მათი დახმარებით შევიდნენ ან შეხოხდნენ სანქცირებული და კლანთან ასოცირებული მოსამართლეები რესტორანში. ნაწილმა ისარგებლა სათადარიგო კარით და რესტორნის წვეულებაზე სამზარეულოს გავლით მივიდა. ნადიმიდან გამოსულებს ესროლეს კვერცხები. ადგილზე მალევე მობილიზდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც. დააკავეს 9 მოქალაქე. იქედან ერთი ქალია. ახლა მურუსიძე ჩინჩალაძის მოსამართლებმა თავად უნდა გაასამართლონ ადამიანები, რომლებიც მათივე ნადიმის გამოცემეს, შემდეგ კი დააკავეს. ეხლა სახელმწიფო რო იყოს ეს ყველა დასაჭერები ხარ ჩემი წინააღმდეგობა ყველა დასაჭერები